არც ერთ სხვა მცენარეს არა აქვს ასეთი წითელი ფოთოლი, როგორც ირეზინას. ბაღის სამკაულია. სამწუხაროდ ზამთარში იყინება ოთახის მცენარია ფაქტიურად, ქოთნის მცენარია, მაგრამ ბაღის გასალამაზებლად ხშირად ვგავ ასე დიდ ჩანებში. იმიტომ რომ ყველას მოწონს, განსაკუთრებით აი ნახე ვერცხლისფერ ფოთოლა ცინერარიასთან. ნახე როგორი კონტრასტია. და ძალიან უხდება. აქ მეორე ჯიში ვიპოვე, იტალიიდან ჩამოვიტანე, იქ ძალიან ბევრი ჰქონდათ ეზოებში. იქ ეთყობა არ იყინება და წინ დარგული ეზოებში ვნახე და ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს ჩვენი ძველი ჯიშია. ბოტანიკურ ბაღში რომ მუშაობდი, მაშინაც ჰქონდა. კალმებით ვამრავლებთ, რა თქმა უნდა, ცოტა ეხა დამწიფებას ველოდებით, აგრილდება და სულ ყველას გადავჭრით და დავაკალმებთ. გასაყიდი ენერგიები არ გვაქვს, მხოლოდ თვალის საამებლად. ნახე რა სილამაზეა. მით უმეტეს თუ მზე უყურებს, აი ხაჟღაჟებს წითლად. და კიდევ ერთხელ ვერცხლისფერთან ნახე რა შვება. როგორ უხდება ცინერარია და წითელ ფოთოლა ირეზინა. ამ მეორე ჯიშსაც გავამრავლებ, იმიტომ რომ ვფიქრობ მოსაწონია, ეს შედარებით მაღალია. ქოთნებში მაქვს, რა თქმა უნდა. ასე ამ ჩვეულებრივ ირეზინასაც ასე ქოთნებში ვზრდი. მერე თიხის ქოთნებში ვაწყობ. აი ნახე კარგად რო აჩვენო. აქ როგორ არის გადაჭრილი, ასე გადავჭრი ხოლმე გაზაფხულზე. და დავაფესვიანებ, მღეროებით კარგად ფესვიანდება ქვიშაში ადვილად. იცნობდეთ ამ მშვენიერ მცენარეს. ბევრს აქვს როგორც ოთახის მცენარე, ფანჯრის რაფებზე უდგათ. ბევრთან მინახავს. მაგრამ ასე ეზოს გასაფორმებლად იშვიათად. წინათ იყო ხოლმე ხალიჩოვანი გაფორმებები. აი ქალაქებში რგავდნენ ხალიჩებად. ზოგჯერ ბელადების, საბჭოთა ბელადების სურათებს ან რაღაცა დიდ ვარსკვლავებს ან პარკებში იყო ხოლმე ხალიჩოვანი გაფორმება. ამისი სპეციალისტი ჩვენ ყავდა საქართველოში და აი იმ გაფორმებაში ამ წითელ ფოთოლა ირეზინეს და ალტერნატირაა კიდე ასეთი წითელფოთლიანი იმას იყენებდნენ. ის ალტერნატირა გაქრა, რატომღაც აღარსად აღარ მინახავს დიდი ხანია და ამ ირეზინეს, რა ვიცი, მე ვაცოცხლებ და ხშირად ვამრავლებ ხოლმე. აი სულ ცოტაც და დავიწყებ გამრავლებას რომ აგრილდება. აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში ბაღში აი ესე მოულელად, უპატრონოდ, დიდი ყურადღების და ყველაფრის გარეშე აყვავდება მრავალწლოვანი ანემონი. ცოტა თუ მცენარია ასეთი რომანტიული. ნახე რა ლამაზია. არ უნდა შეაწუხო, აი თუ კი მისცემ საშუალებას რომ თავისით გაიზარდოს, დიდად არ შეეხები, აი ნახე თითქმის ჩემს სიმაღლე ბუჩქებია. ამ ცისფერ მანქანასთან განსაკუთრებულად ლამაზია უხდება, ნახე. იმ ფერს. თეთრ ყვავილიანებიც გამოერევა ხოლმე. ესენი უფრო გვიან აყვავდებიან, თეთრი ყვავილებით და ეს ვარდისფერ ყვავილებიანი აგვისტოს ბოლოს როგორც გითხარის, ეს სექტემბერში, ოქტომბერში, აი ახლა იწყებს ყვავილობას, ნახე კოკრებით როგორებიან. ახლა მალე აყვავდებიან. ეს ვარდისფერები თითქმის უკვე მილევისკენა, ძალიან კაი სანახავია, ნახე როგორ ყვავის, რამდენი ყვავილი აქვს. რამხელა ბუჩქებია. რომანტიული, ცოტა მოველურო ბაღის ყვავილია და უხდება განსაკუთრებით აი ჩვენი ტიპის ბაღებს, სადაც ბევრი რამეა ერთმანეთში არეული. აქეთ შეიხედე, ნახე როგორ ყვავია. აი ეს თეთრები აწიაყვავდება, ნახე. აი ესეთი მომყუდროებული, მოწყნარებული ადგილი მოსწონს, აგერ წყალი დგას ქვაში. იქ ცოტა მას აძლევს სინესტეს აქა. ეს ჩიტის სახლები ეფარებიან აქა და ესე მომყუდროებული აქით ვარდებია, იქით ზევით ნეკერჩხლები. ბევრ მცენარეებში აქვს მომყუდროებული და კარგად ხარობს. აი ნახე, თაიგულია ფაქტიურად. ეს ზღვასავი დღელავს. ეხლა მომდევნო კვირის ხუთშაბათს ლამაზი ნაზი ქორწილი გვაქვს და ეს არ დამენანება მოუჭრი გამოვიყენებ. ლარნაკებში უნდა ჩავალაგო ასეთი დაკვეთა მაქვს და მგონი ლამაზი გამოვა.
იცნობდეთ, მოკლედ ამ მრავალწლოვან ანემონეს. კახეთის მხარესაა ძალიან ბევრი, სამტრედიაში მინახავს ბევრი. ზუგდიდში ვნახე შარშან დიდი ბუჩქები ეზოებში. სოფლის ეზოებში არის ხოლმე ზოგჯერ. და მიყვარს და პატივს ვცემ. განსაკუთრებული არაფერი, დიდად მოვლა და მოფერება არ სჭირდება, მაგრამ აი ნახე როგორია. შეხედე რა მხელებია ზვინები ვიდგან. ძალიან ლამაზია. ნერგები არ მაქვს, გასაყიდი ნერგები არ გვაქვს. მხოლოდ თვალის საამებლად. შუაგულ ზაფხულში აყვავდება ერთი უპრეტენზიო მარტივი ყვავილი ჰიბისკუს ეძახით სამებაღეო ენაზე, გლეხურ ენაზე ჩინური ვარდია. მრავალწლოვანი ყვავილია, არც თუ ისე იშვიათი, დასავლეთის ეზოებში ყველგანაა, ლაგოდეხის ეზოებში ვნახეთ ძალიან დიდი და ლამაზი ბუჩქები. ზაფხულში ასე რა ხელის გულის ხელა ყვავილებით აყვავდება. ზაფხულში ზამთარში მე ჩახმებას მიწის ზედა ნაწილი და ბევრ თესლებს ტოვებს, ბევრ თესლებს და მთელი აი მოყოლებული ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომამდე სულ ყვავის. კოკორიც რამდენი აქვს ნახე. ბევრი კოკორი აქვს და რამსიფართე ყვავილებით ყვავის. ძალიან ბევრი აი დასავლეთში რომ მიდიხარ, სახლების, ეზოების, ქუჩების ნაპირებზე ძალიან ბევრია. გავემ ყველგან, იმიტომ რომ უპრეტენზიოა, მარტივი მცენარეა და ჩემი აზრით ძალიან ეფექტურია ასე ბაღში. ერთი ძირი გვაქვს სულ, მეტი კი არა. მაგრამ მიხარია რომ დავინახე ამ დილას გამიხარდა. წელს განსაკუთრებულად კარგად ყვავის, ეტყობა სინესტე უყვარს და აქ მყუდროთაა. აი რამ სიმაღლეა ნახე, ადამიანის სიმაღლეზე მაღალია, აი სქელი ღეროები აქვს. მშვენივრად ყვავის. არსებობს ამ ჰიბისკუსის ძალიან ბევრი ჯიში მრავალწლოვნების. აი დიდი ჯამისხელა ყვავილებით. მაგრამ ეს ერთ-ერთი ძველი ჯიშია და გამიხარდა რომ დავინახე, მომინდა თქვენთვისაც მეჩვენებინა. აი ვერცხლისფერთან ნახე როგორია. იცნობდეთ ამ ძველ კულტურულ მცენარეს და აია თუ გექნებათ, იმიტომ რომ არ ჭირდება თითქმის არაფერი. კალმითაც გადასარევად ფესვიანდება, თესლითაც გადასარევად ამოდის, ბუჩქის დაყოფით ხომ მრავლდება. გასაყიდად არ ვამრავლებთ, აი უბრალოდ ეზოში მაქვს ერთი ცალი. მინდოდა უბრალოდ შემეხედებინა, მეტი არაფერი.